ისტორია სავსეა საიდუმლოებებით, რომლებიც საუკუნეების შემდეგაც ახალ კითხვებს ბადებს. მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მონარქია საქართველოს ისტორიაში, თუმცა მისი ცხოვრების ზოგიერთი ეპიზოდი კვლავაც იდუმალების ბურუსითაა მოცული. მის სახელს არაერთი გამარჯვება, სახელმწიფოებრივი აღორძინება და პოლიტიკურ სამხედრო სტრატეგია უკავშირდება. მის დროს საქართველომ არაერთ გამარჯვებას მიაღწია, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარე ასპარეზზეც. გაძლიერდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად. თუმცა იყო კი გიორგი ბრწყინვალე უბრალოდ გამორჩეული მმართველი, თუ კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო მისია ჰქონდა დაკისრებული და მაინც რა საიდუმლო იმალება გიორგი ბრწყინვალეს ისტორიაში. გიორგი მეხუთე ბრწყინვალე იყო დემეტრე მეორის უმცროსი ვაჟი, რომელიც დემეტრეს ჰყავდა სამცხის მთავარ ბექა ჯაყელის ასულისგან, ნათელასგან. გიორგი მეხუთე მამის დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ იზრდებოდა ბაბუასთან, ბექა ჯაყელთან. იგი საკმაოდ კარგი პიროვნება იყო. ამიტომ იყო, რომ გიორგიც, როგორც მისი აღზრდილი ბრწყინვალე მეფე გახლდათ. ბექა ჯაყელმა და მისმა შვილიშვილმა აღბუღამ შეადგინეს სამართლის წიგნი. წიგნი სამართლისა კაცთა შეწოდებისა ყოველსავე, რომელიც მთელ საქართველოში მოქმედებდა. გიორგი მეექვსე მცირე დავით მერვის ვაჟი მეფობდა 1311-1316 წლებში. გიორგი მეხუთე იყო მისი რეგენტი, რადგან იგი მცირეწლოვანი იყო. 1318-1346 წლებში გიორგი მეხუთე ერთპიროვნული მმართველია. მეფემ გამეფებისთანავე აღკვეთა ოვსთა თავდასხმები. ოსებისგან გაათავისუფლა ქალაქი გორი. გიორგი მეხუთის წინაშე იდგა სამი ამოცანა. პირველი, ურჩიდიდებულების დამორჩილება, მეორე, ქვეყნის გაერთიანება და მესამე, მონღოლების განდევნა. 1316 წელს ილხანთა ყაენი გახდა 12 წლის აბუსაიდი, მაგრამ ქვეყანას განაგებდა ჩობან ნოინი. სწორედ მასთან დაამყარა გიორგიმ კარგი ურთიერთობა. მეფე თავად კრებდა ხარკს, რომლის ნაწილსაც საქართველოს ეკონომიკურ პროცესებში ხარჯავდა, რამაც საქართველო ეკონომიკურად გააძლიერა. გიორგი ბრწყინვალემ დიდებულთა დასამორჩილებლად მკაცრი ღონისძიება გაატარა. ურჩიდიდებულები მეფემ კახეთში ცივის მთაზე დაიბარა, ვითომც ნადიმის გასამართავად, თუმცა ისინი სიკვდილით დასაჯა. 1327 წელს ყაენმა აბუსაიდმა სიკვდილით დასაჯა ჩობან ნოინი, რის გამოც მონღოლთა საყაენოში შინააშლილობა დაიწყო. გიორგი სარგებლობს შინააშლილობით და დაიწყებს ტერიტორიების შემომტკიცებას. მან შემოიერთა რანი და შარვანი. 1329 წელს გარდაიცვალა დავით ნარინის ძე მიქელი. 1329 წელს გიორგი ბრწყინვალე გადადის ქუთაისში, დაიკავებს ქუთაისს და დასავლეთ საქართველოს შემოიერთებს, რომელიც დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ დაშლილ დაქუცმაცებული იყო. გიორგი ბრწყინვალეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპ იოანე 22-სთან. მისი ბრძანებით კათოლიკური ცენტრი ქალაქ სმირნიდან, იზმირიდან თბილისში გადმოიტანეს. 1330 წელს გიორგიმ გავლენა მოიპოვა მუსლიმებზე. ეგვიპტის სულთანმა გიორგი ბრწყინვალეს საშუალება მისცა აეშენებინა ახალი ეკლესია იერუსალიმში. გიორგი მეხუთის ბრძანებით მთიელი მოსახლეობისთვის შეადგინეს სამართლის წიგნი ძეგლისდება, რამაც შეამცირა მთაში დაპირისპირების შემთხვევები. ამავე პერიოდში შეიქმნა სამართლის წიგნი ხელმწიფის კარის გარიგება, სადაც განისაზღვრა სამეფო კარის ეტიკეტი და მოხელეთა უფლება-მოვალეობები. გიორგი ბრწყინვალემ გაატარა საფინანსო რეფორმა. მის დროს იჭრებოდა ვერცხლის ფული, გიორგაული თეთრი. 1334 წელს გარდაიცვალა ბექა ჯაყელი და გიორგი მეხუთემ შემოიერთა სამცხე. 1335 წელს საქართველომ მოიშორა მონღოლთა 100-წლოვანი ბატონობა. მეფეს კარგი დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა აგრეთვე საფრანგეთის მეფე ფილიპე მეექვსე ვალუასთან. გიორგი მეხუთე ჯვაროსნებს 30,000-იანი მოლაშქრის გამოყვანას პირდებოდა, თუმცა 1346 წელს გარდაიცვალა.
თუმცა გიორგი ბრწყინვალეს ცხოვრებაში არის ერთი მეტად საინტერესო და იდუმალებით მოცული ამბავი, რომელზეც გვინდა გესაუბროთ. ყველასათვის ცნობილია, რომ გიორგი ბრწყინვალე 1299 წელს პირველად ავიდა ტახტზე, როცა სულ 13 წლის იყო. თუმცა მალევე 1302 წელს იძულებული გახდა ტახტი უფროსი ძმის ვახტანგისთვის დაეთმო. ამის შემდეგ მისი კვალი ისტორიულ წყაროებში რამოდენიმე წლით დაიკარგა. ქართველ მემატიანეებზე დაყრდნობით იგი სამცხეში, დედულეთში გაემგზავრა. სამწუხაროდ აქედან მოყოლებული ვიდრე 1314 წლამდე, როდესაც ტახტზე მეორე დავიდა, მის შესახებ არანაირი ცნობა არ არსებობს. უფრო მეტიც, მისი მეფობის პერიოდზეც ძალზე მცირე ინფორმაცია გაგვაჩნია. რადგან დროთა განმავლობაში ქართველი ჟამთა აღმწერლის თხზულებაში ეს მონაკვეთი დაიკარგა. მე-17 საუკუნის დამლევს ვახტანგ მეფის მიერ ახალი ქართლის ცხოვრების დასაწერად შეგროვილ საისტორიო ძეგლებს შორისაც ეს წყარო არ აღმოჩენილა. ამრიგად მთავარი ძეგლი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობის გაშუქება იყო შესაძლებელი, აღარ მოგვეპოვება. სწორედ ეს პერიოდია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნაკლებად შესწავლილი. სად იმყოფებოდა მეფე? რა საქმიანობით იყო დაკავებული? შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ტამპლიერთა ორდენის საიდუმლოებით მოცულ ისტორიაში ვეძებოთ. კანადელი მკვლევარი ალან ბატლერი, რომელიც ტამპლიერთა ორდენის ისტორიას იკვლევს, თავის ნაშრომში საუბრობს აღმოსავლეთის პრინცზე, რომელიც ორდენის ერთ-ერთ მთავარ ფილიალს ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთში. ბატლერის მიხედვით 1307 წელს საფრანგეთის მეფის ფილიპე მეოთხის მიერ ტამპლიერთა დევნის შემდეგ ორდენის ფილიალებმა გადარჩენის სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავეს. ზოგმა სახელი შეიცვალა, ზოგმაც ორდენის დაშლის შესახებ საჯაროდ განაცხადა. სწორედ ამ პერიოდში ბატლერის ნაშრომში მოიხსენიება აღმოსავლეთის პრინცი, რომელიც ქალაქ არკაში მოქმედებდა და დიდი გავლენით სარგებლობდა. თუმცა მისი სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა. გიორგი ბრწყინვალის ბიოგრაფიაში არსებული უცნაური დროებითი გაქრობა და ისტორიულ წყაროებში არსებული ცარიელი მონაკვეთები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა სწორედ ის იყო ტამპლიერთა ორდენის აღმოსავლეთის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი. გიორგი ბრწყინვალე 1314 წელს მეორე დავიდა ტახტზე და უკვე სრულიად განსხვავებული ლიდერი იყო. გამოცდილი მმართველი, ძლიერი სტრატეგი და საერთაშორისო დიპლომატიური კავშირებით გაძლიერებული პიროვნება. მისი პირდაპირი მიმოწერა რომის პაპთან, ვენეციელებთან და ეგვიპტის სულთანთან არ არის მხოლოდ შემთხვევითი ფაქტი. მას მართლა ჰქონდა ის გავლენა, რომელიც აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქრისტიან მმართველად აქცევდა. მე-14 საუკუნის არაბმა ისტორიკოსმა ელ ომარმა შემოგვინახა ეგვიპტის სულთნის წერილი გიორგი მეხუთისადმი, სადაც ქართველ მეფეს უძღვნის საქებარ ეპითეტებს, მათ შორის მუსლიმთა მეგობარი, რომის პაპის მეშველი და პალესტინაში წმინდა ადგილთა განმადიდებელი. ისტორიკოსების აზრით ეს არა მხოლოდ დიპლომატიური ტაქტიკა იყო, არამედ გიორგი ბრწყინვალის იმჟამინდელი საქმიანობის პირდაპირი მტკიცებულება. გიორგი ბრწყინვალეს პერიოდის განმავლობაში ტამპლიერთა ორდენი სერიოზული დარტყმების ქვეშ იყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მათი არსებობა ჯერ კიდევ გაგრძელდა. შესაძლებელია, რომ გიორგი მეხუთემ, როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, აიღო როლი ტამპლიერთა უკანასკნელ დახმარებაში. ის ფაქტი, რომ ეგვიპტის სულთანმა მას უკან დაუბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ტამპლიერთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, რომ გიორგის მტკიცე კავშირები ჰქონდა ამ ორდენთან. ცნობილია, რომ გიორგის მიწერ-მოწერა ჰქონდა რომის პაპთან და ვენეციასთან. ელჩობაც გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს, სადაც გაუგონარი თხოვნა თუ მოთხოვნა წამოაყენა. წართმეული ჯვრის მონასტრის ქართველებისთვის დაბრუნება და პალესტინაში ქრისტიანებისთვის მაჰმადიანთაგან დაწესებული დამამცირებელი წესების გაუქმება.
მაგალითად არა მუსლიმს ცხენზე მხედრულად ჯდომა ეკრძალებოდა. საქართველოს მეფის არც ერთი ამ თხოვნის თუ მოთხოვნის ასრულება მაჰმადიანთა ბრძანებლისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მაინც უფრო მეტად პირველ თხოვნას უნდა ჩაეგდო იგი დიდ საგონებელში. ჯვრის მონასტრის ისევ ქართველებისთვის დაბრუნება ხომ მიზგითის კვლავ ქრისტიანთა სალოცავ ეკლესიად ქცევით დამთავრდებოდა. მორწმუნე მაჰმადიანთა შეხედულება მოძღვრებით კი ასეთი საქციელი მძიმე დანაშაულსა და დიდ ცოდვას წარმოადგენდა. ამ ნაბიჯის გადასადგმელად ეგვიპტის სულთნის გავლენიანი სასულიერო წრეები თავიანთ მბრძანებელს დასტურს ასე ადვილად ვერ მისცემდნენ. ამის მიუხედავად ეგვიპტის სულთანმა საქართველოს მეფის ორივე თხოვნა დააკმაყოფილა. ქართველებმა წართმეული ჯვრის მონასტერიც დაიბრუნეს. დანარჩენ ყველა ქრისტიანებთან ერთად ცხენსა და სახედარზე ჯდომის ჩვეულებრივი წესიც აღიდგინეს. როგორ და რა დამსახურებისთვის? უცნაური აგრეთვე გიორგი ბრწყინვალეს მოხსენება სულთნის მეგობრად. სად და რა ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთი? სამწუხაროდ დაბეჯითებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. ამ თეორიას მეტი კვლევა სჭირდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. გიორგი ბრწყინვალეს ბიოგრაფიაში არსებული ისტორიული სიცარიელეები და მისი საერთაშორისო გავლენა საკმაოდ დამაფიქრებელია. შეიძლება ის მართლაც იყო აღმოსავლეთის პრინცი, რომელიც ტამპლიერთა უკანასკნელ თავშესაფარში ახლო აღმოსავლეთში განაგრძობდა ქრისტიანული კულტურის დაცვას. ბევრმა არ იცის, მაგრამ საქართველოშიც არსებობდა საიდუმლო ორდენი. ქართულ წყაროებში ისინი ტაძრელების სახელით მოიხსენიება. ტაძრის რაინდები, ანუ სხვაგვარად ტაძრელები, ფუსტელები, ფუსტები. ამ რაინდ მებრძოლებს ერთი მტკიცე ტრადიცია ჰქონდათ. მათ რიცხვში ითვლებოდა არა მხოლოდ აზნაურები, არამედ თავისუფალი, არათავისუფალი გლეხები და მონებიც კი. მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მათგანმა მიიღო აზნაურობა, მათ ადგილზე მოდიოდნენ სხვა უბრალო მოსამსახურეები ან გლეხები. ყველაზე მეტად საინტერესოა ის, რომ რაინდთა რიგებში შესაძლოა შესულიყვნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ქართველი ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ელიტარული მებრძოლები არსებობდნენ ჯერ კიდევ ძველ ქართლში და მეფეს ჰყავდა მონებისგან შემდგარი ლაშქარი, ხოლო დავით მეოთხემ აღადგინა ტაძრეულების ინსტიტუტი. ეს ძალიან გავს ევროპის ტაძრელების, ტამპლიერების ორდენის იერარქიას, სადაც კიბის ზედა ნაწილში იმყოფებოდნენ რაინდები, ხოლო ქვედაში გლეხები და მონები. ამ ორდენში, ანუ საძმოში, შედიოდნენ აგრეთვე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. საინტერესოა ისიც, რომ ქართველი ტაძრელები ისტორიულ სცენაზე ჩნდებიან საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგალითად მე-7-მე-8 საუკუნეებში, როდესაც ქართველებს მოუხდათ არაბთა თავდასხმისაგან არა მარტო სამშობლოს, არამედ ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა. მათ შესახებ მოიხსენიება მე-13 საუკუნეში, როცა საქართველოში თათარ-მონღოლების წინააღმდეგ იწყებდნენ ამბოხებას თამარ მეფის შვილიშვილები, უფლისწული დავითი, ნარინ უმცროსი და დავითი ულუ უფროსი. პირველი იყო თამარ მეფის ქალიშვილი რუსუდანის ვაჟი, ხოლო მეორე მისი ძმის, მეფე ლაშა გიორგის ვაჟი. მე-15 საუკუნეში ტაძრელების რაინდები მოიხსენიებიან გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მერვის კარზე. მე-17 საუკუნეში ფუსტების ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა ქრისტოფორო დე კასტელიმ მოასწრო რაინდების პორტრეტების დახატვა. მით უმეტეს, რომ მათ შეძლეს საეკლესიო რელიკვიების მორიგი გადარჩენა მათი საქართველოს მთიან რეგიონებში გადატანით. მე-17 საუკუნის ბოლოს, მე-18 საუკუნის დასაწყისში ტაძრელები კვლავ თავს იჩენენ ქართლის მეფე გიორგი მე-11-ის კარზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ის ირანში გაემგზავრა, საიდანაც ირანის შაჰის მიერ საბოლოოდ იქნა გაგზავნილი ავღანეთში თავარსარდლის თანამდებობაზე ირანის ჯარისა, რომელშიც ბევრი ქართველი მებრძოლი იყო. ტაძრელები ალბათ მუდამ მეფესთან იმყოფებოდნენ და მონაწილეობდნენ ავღანეთის ლაშქრობებში. ამ ლაშქრობებში მეფე გიორგი მოკლული იქნა.
ამასთან იცავდნენ, რომ მეფეს ქართველი რაინდები ყველანი დაიღუპნენ, თუმცა შესაძლოა ვინმე კიდევ გადარჩა სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად. და ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში რაინდები იგერიებენ რუსეთის იმპერატორის ჯარს დასავლეთ საქართველოში სხვა აჯანყებულებთან ერთად, საეკლესიო ბუნტის დროს და მათ კვლავ უხდებათ საეკლესიო რელიკვიების სვანეთში საიდუმლოდ გატანა. ყველა ეს მოგონებები ტაძრელების შესახებ ქართულ ისტორიაში არ არის შემთხვევით. ჩვენ მოგიყევით ამბავი, რომელიც დღემდე ისტორიკოსებისთვის საკამათოდ რჩება. ჩვენი წარსული ჯერ კიდევ ინახავს ბევრ საიდუმლოს და შესაძლოა ერთ დღესაც ახალი აღმოჩენებით ამ კითხვებს პასუხი გაეცეს. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ამ ამბებთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს YouTube და Facebook არხები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.